გამარჯობათ. ეს არის პრეპარატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შევიძინე ერთ-ერთ ქართულ აგრომაღაზიაში და რომელიც სიმართლე გითხრათ ძალიან არ მომეწონა არა იმის გამო, რომ ცუდად მოქმედებს ან ცუდი ეფექტი ჰქონდა. არამედ უბრალოდ წარმოებლის დამოკიდებულების გამო მომხმარებლის მიმართ. ეხლა ასეთი რას წარმოადგენს ეს პრეპარატი ოლიგოფოსი. მასზე აწერია, რომ 1 მილილიტრი შეიცავს 56 მილიგრამ მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატს. ზიამეის აი ამ მცენარის ესე იგი ღეროვანი უჯრედების კონცენტრატი გახლავთ. ეხლა თეორიულად ასეთი რამე შეიძლება შეიცავდეს, კი არა შეიცავს კიდევაც ფიტოჰორმონებს, აუქსინებსა და ციტოკინებს, ფენოლურ ნაერთებს, ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს, პატარა პეპტიდებს და ამინომჟავებს, ასე რომ აქ რეალური ღეროვანი უჯრედები არ არის, არ სჭირდება ის ფრინველსა და ცხოველს, მაგრამ მასში არის ძალიან ბევრი ნაერთი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ბიოლოგიურად. თეორიულად რა შეიძლება გააკეთოს? თეორიულად შეიძლება შეამციროს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის გამოწვეული ანთება, ვთქვათ, ქათმის ორგანიზმის სტრესის სიცხეში და სიცხეში. შემდეგ ღვიძლის ფუნქციები შეიძლება გააუმჯობესოს, მცირე იმუნოსტიმულაცია შეიძლება მოახდინოს, ცოტათი გაზარდოს ლიმფოციტების აქტივობა და მაკროფაგების რეაქცია. გარდა ამისა, მონაწილეობა შეიძლება მიიღოს ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციაში, რომ ნაწლავის ეპითელიუმი სწრაფად აღდგეს. ასე რომ მიკროფლორის ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის გაუმჯობესებაც შეუძლია. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად. ეხლა რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა მტკიცებულებები, ეხლა ბიოლოგია, მათემატიკა არ არის, აქ 2x2 არა. და ეს ყველაფერი თეორიულად კი არა შესაძლებელი, მაგრამ მეცნიერული მტკიცებულებებით საჭიროა და მეცნიერული მტკიცებულებები შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ არსებობს. 2019 წელს რაღაც იქნა ჩატარებული ფრინველის უჯრედების კულტურაზე, ქათმის უჯრედების კულტურაზე, მაგრამ ეს იყო ინვიტრო და არა ცოცხალ ფრინველებზე. და ეპითელიალური უჯრედების რეგენერაცია გააუმჯობესა. ბროილერებზე ერთ-ერთმა ფირმამ ჩაატარა ექსპერიმენტი 2020-ში და 21 დღიანი კურსის შედეგად 2.4%-ით გაუმჯობესდა საჭმლის მოხმარების, საკვების მოხმარების კოეფიციენტი და 0.5%-ით შემცირდა სიკვდილობა, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სამეცნიერო სტატია, რომელსაც ასე ვთქვათ, ციტირებად ჟურნალში აქვეყნებენ, ეს იყო კომპანიის კვლევა ერთჯერადი და რაც შეიძლება სრულიად შემთხვევითი რამ იყოს. ასე რომ თუ რაიმე ეფექტი აქვს ამას, ყველაფერს არის ძალიან სუსტი. ასე ვთქვათ, სტრესის შემცირება, ცოტათი ანთებების შემცირება, ღვიძლის ფუნქციების მცირე გაუმჯობესება. რაც თავარია, არის თუ არა ეს პრეპარატი უსაფრთხო, ეს პრეპარატი აბსოლუტურად უსაფრთხოა, არაფერს არ დააშავებთ მისი გამოყენებისას, ძალიან იაფია. ეს ბოთლი 100 მილilitrიანი სულ 2.5 ლარიღეს მაღაზიაში, მაგრამ ის 2.5 ლარიც გადაყრილი ფულია და თუ დიდი რაოდენობით აკავთ ფრინველები, ასეთ შემთხვევაში სერიოზული თანხის გადაყრა შესაძლებელი. ეხლა მოდი ასე ვთქვათ, რატომ არ მომეწონა ეს პრეპარატი? ვიმეორებ წარმოებლის დამოკიდებულების გამო.
უყურეთ რა ხდება. მცენარე, რომელიც მითითებულია ამ ეტიკეტზე, რისი ღეროვანი უჯრედებიც არის გამოყენებული, ზია მეის გახლავთ ჩვეულებრივი სიმინდი. ეს სწორედ ის სიმინდია, რომლის მჭადიც უშინგია ხელით. არაფერი სხვაობა. ასე რომ, ეხლა როდესაც წარწერას აკეთებს, კი ბატონო, არაფერი დანაშაული ასეთ წარწერაში არ არის იურიდიულად. უნდა ფერმერისათვის გასაგებად მიაწერო, რომ აქ სიმინდის ექსტრაქტია, მაგრამ ჩათვალეს, რომ სიმინდს რაღაც არასერიოზულად აღიქვამსო ჩვენი ფერმერები და მხოლოდ ლათინური სახელწოდება მიაწერეს. აქაც ერთი პატარა შენიშვნა მექნება, რომ ზია და მეის სიტყვები ცალ-ცალკე იწერება და არაერთად, როგორც ამ იმის ეტიკეტზეა. ასე რომ, თავისთავად მთელი ეს წარწერა რას წარმოადგენს, გათვლილია დაბოლებაზე, ყველა ის ჩვენება და ამ შემდეგ ყველაფერი ეს არის თეორიულ მოსაზრებებზე, რომ თეორიულად რა შეიძლება გააკეთოს ამ პრეპარატმა და რას აკეთებს ჩორტიო ზნაეთ. ხო, რაც შეეხება დოზირებას, დოზირება კი ნამდვილად ძალიან მკაცრად უნდა დაიცვათ, იმიტომ რომ ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტებში არის ფენოლები და დიდი რაოდენობით ფენოლების მიღებამ შეიძლება ღვიძლი დაუზიანოს ცხოველს ან ფრინველს. ამიტომაც დოზირება ნამდვილად ძალიან მკაცრად უნდა დაიცვათ, არავითარ შემთხვევაში ზედმეტი არ მოგივიდეთ და ეს უბრალოდ არ დაუსხათ, რომ პირდაპირ მიიღოს ცხოველმა ან ფრინველმა. ეხლა ასეთი რამ, ფაქტიურად, ანეკდოტი რომ არის კარტოფილის ჩიფსებზე, რომ ჩიფსი ეს არის ერთი ცალი კარტოფილის გაყიდვა 1 კილოგრამის ფასადო, ზუსტად იგივე არის ესეც. ერთი ცალი სიმინდის გაყიდვა არის ეს, უпроსორად ერთი კაკალი სიმინდის გაყიდვა 1 კილოგრამის ფასად. ღეროვანი უჯრედები არის სიმინდის მერისტიმულ უჯრედებში, ეს მერისტიმული უჯრედები ყლორტის წვერი და ფესვის წვერია და გარდა ამისა პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ახალ გაღვივებულ სიმინდში. ასე რომ თქვენ რომ უბრალოდ აიღოთ სიმინდს წყალი დააზღათ და ღივირს რომ გამოუშვებს, ღივს პატარაზე, აიღოთ და დაუყაროთ ქათმებს. ბევრად უფრო მეტი შედეგი და უკეთესი შედეგი იქნება თან სრულიად უფასოდ, ვიდრე ამ პრეპარატის მოხმარებისას. ასე რომ, არაფრის არ ღირს ზვირი, რა თქმა უნდა, ლიტრიანი უპაკოვკა კიდევ უფრო იაფი ღირს, მაგრამ ვიმეორებ, ეს არის სუფთად გადაყარული ფული, რადგან მტკიცებულებები, ექსპერიმენტულად მიღებული მტკიცებულებები ამისი სარგებლობისა არ არსებობს, თეორიულად ნამდვილად ბევრი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და რატომაც არ ექნება. ეხლა ამაზე რომ სამეცნიერო კვლევა ჩავატარო, არ ზღეს იმდენად რომ კვლევა ჩაატარო და თან უნდა რამდენიმე ჯგუფი ჰქონდეს ქათმების საკონტროლო და ექსპერიმენტული და თავად იდეაშიც კი და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც უკვე არსებობს ასეთი ტიპის ნივთიერებების შესახებ, არანაირად არ არის საინტერესო, რომ აქ რაიმე სერიოზულ და მნიშვნელოვან ეფექტს მიიღებ. ამიტომ ამ დაბოლების გამო, რაც მის ეტიკეტზეა, სიმინდი რომ ლათინურად დააწერეს მხოლოდ და არ ახსენეს, რომ სიმინდია, მე წარმოებელს ვუცხადებ პირადად უნდობლობას. ასეთი რამ
არ უნდა გააკეთოთ ბატონებო.